რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, რაც მალე გააუქმებენ და რაც მალე შეწყდება პატარა ჩვენი ახალგაზრდობის გარყვნა, გათახსირება, მით უკეთესი ქართველებისთვის. არავითარი პრობლემა საქართველოს მაგათ ვერ შეუქმნიან უკვე, აი ესე იკვინებიან გველებივით, იმიტომ რომ მაგათი მენტალობაა ეგეთი თვითონ. რა უნდათ? აი მიზეზი რა არის? დავიჯერო სირიაზე მეტი დემოკრატია არა გვაქვს ჩვენ და? მაგრამ ჩვენ არ ვუსრულებთ თავარ მოთხოვნას მაგალ რისთვისაც ეგენი ჩვენთან უნდათ რომ ჩვენთან იყვნენ დაზმაკაცებულები. ომი და მორჩა. რა თქმა უნდა, მაგათთვის ხალხო უკრაინაში მესამე ტური მოიგონეს, რომ მაგათი კანდიდატი არ გავიდა. ხო გახსოვთ ესა? აი რომ მესამე ტური არაკონსტიტუციური არჩევნები ჩაატარეს, არაკონსტიტუციური, მაგრამ მოვიდა დემოკრატიული მთავრობა ზატო. რა თქმა უნდა ეს არის მაგათი ესე ფუთავენ რა, ტირანი, ისე როგორ ავტორიტარული ძალიან კიდე ერთხელ რაც მალე ჩამოშორდებიან მაგ სამყაროს. მაგ მამაძაღლ სამყაროს, რომელმაც გუშინ წუხელ საღამოთი ხაზაში ბავშვებით, ქალებით მივიდნენ წყლის მარაგისთვის და გააქარეს და ბრიტანული რაკეტები ესროლეს. აი იქ ეხლა რა თქმა უნდა ის დემოკრატიული რაკეტები იყო.